ფორმულას ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ მისმა გადაცემამ შეძლო გურამ როგავაზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება. ირკვევა, რომ ჟურნალისტი სასიკვდილოდ ახალგაზრდა კაცმა გაიმეტა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს 21 წლის იყო. ამ დროს ის მუშაობდა სპეცრაზმის მაწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში, ეგრეთ წოდებულ დამბრბევების დანაყოფში. წყაროების ცნობით ის სისტემიდან 2025 წლის დასაწყისში გაუშვეს დაახლოებით იმ დროს, როცა თანამდებობა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ზვიად ხარაძიშვილმა იგივე ხარებამ. ელისო ჯარიაშვილი უშუალოდ დაუკავშირდა ამ პიროვნებას, რომელმაც გურამ როგავაზე თავდასხმა უარყო. გადაცემის გადამღებ ჯგუფს ოჯახის წევრებმა კი დაუდასტურეს, რომ ის ნამდვილად მუშაობდა ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროში. ნინი ბალანჩივაძე მუშაობს ამ საქმეზე, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. ნინი გისმენთ. დიახ, გიორგი, ახლა უკვე საინტერესო არის, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საგამოძიებო უწყება, ვინაიდან როგორც უკვე შენ თქვი, ჩვენთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ცნობილი, რომ ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე, სწორედ ის არის ავტორი იმ საგამოძიებო სიუჟეტის, სადაც იდენტიფიცირება არის იმ სპეცრაზმელისა, რომელიც თავს დაესხა ჩემს კოლეგას გურამ როგავას 2024 წლის 29 ივნის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, როდესაც ის აშუქებდა აქციების პროცესს, სპეცრაზმელმა იძალა და მასზე და მან მიიღო მძიმე დაზიანებები თავის სახის კისრის არეში, საკმაოდ მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ეს კადრები ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, მათ შორის საგამოძიებო უწყებისთვის, წელიწად ნახევარი გავიდა ამ ფაქტიდან და უწყებას კონკრეტული ნაბიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გადაუდგამს, მეტიც საერთოდ არ ვიცით პროკურატურაში იყო თუ არა დაბარებული სავარაუდო დამნაშავე და თავდამსხმელი ჟურნალისტზე. ჩვენმა ჟურნალისტმა დაუსვა პროკურატურას მათ შორის კითხვები და უწყებაში ერთადერთი რასაც პასუხობენ არის ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა კონკრეტულ პასუხს ისინი ვერ გვცემენ, საერთოდ რა ეტაპზე არის გამოძიება და რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას ამდენი დრო სწორედ ამ საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ოპოზიცია, პოლიტიკოსები აკეთებენ შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ავტორიტარიზმი დააკანონა ქვეყანაში და ამის გამოვლინება არის სწორედ თავდასხმა მედიაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ქართული ოცნება სჯის ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება მათ პოზიციებს და მათ შორის ამისთვის იყენებს მის უწყებებს, მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, ოპოზიციას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ეს საქმე ბოლომდე მივა, დამნაშავე დაისჯება და ამბობენ იმას, რომ ერთადერთი შანსი იმისა, რომ დამოუკიდებლად წარიმართოს ეს პროცესები და ობიექტური სასამართლოს შესაძლებლობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართული ოცნება შეიცვლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო საქართველოში, როდესაც ობიექტური მართლმსაჯულება გამოიძიებს ყველა ამ დანაშაულს. ეს ასახულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში, ეს ასახულია ყველა ჩვენი ძლიერი მეგობრის ორგანიზაციების ანგარიშში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში გულწრფელად რომ გითხრათ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. საქართველოში პატრიოტები ისჯებიან სწორედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რეპრესიული, ავტოკრატიული, ტყუილზე დაფუძნებული მშიშარამბრძანებელი. ეს იყო უშუალო დავალება, რომელიც მიცემული ჰქონდა და კიდევ მეორე მე ვიყავი იქ ზუსტად. ჩემთან იყო ინტერვიუ რამოდენიმე წუთის წინ გურამ როგავას და ჩემი გასაუბრება და ამის შემდეგ მოხდა მასე თავდასხმა. ამიტომ სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს, სოლიდარობა ყველა თავისუფლების კუნძულს. საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში გატარდა ყველა ღონისძიება, რაც წესით უნდა განეხორციელებინა ოფიციალურ საგამოძიებო უწყებას. შედეგი უნდა იყოს დასჯილი მოძალადე, რომელიც პირდაპირ ძალადობდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი თუ კონკრეტული პირი, რომელიც კუნთმაგრობის გამო ყავდათ იმ დღეებში გამოყვანილი ქუჩებში, ქართული ოცნება თუ არ დასჯის ამ პირებს და არ დაიწყებს რეალურ გამოძიებას, იქნება კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე დანაშაულების თანამონაწილე. ადამიანებს შერჩევითი სამართლის ფარგლებში ასამართლებენ, ქალებს, დედებს, მრავალშვილიან დედებს იჭერენ, იზოლატორებში უშვებენ, ადამიანებს აწამებენ, როგორც სპეცრაზმელები, ასევე ტიტუშკები ძალადობენ და შემდგომ არავინ არ ისჯება. არავინ, არა თუ გურამ როგავას, არამედ ზოგადად არავის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და მძიმე დანაშაული, ისეთი როგორც გურამის მიმართ იყო განხორციელებული, არ არის გამოძიებული და შესაბამისად არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული. ოღონდ ეს იმიტომ კი არ არის გაკეთებული, რომ შეუძლებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ ამის ნება არ არსებობს.
რა გააკეთა გასული წლის 29 ნოემბრიდან საგამოძიებო უწყება ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გუშინ გურამ როგავას ადვოკატი იმყოფებოდა პროკურატურაში და ამის შემდგომ უკვე გაირკვა ის, რომ საგამოძიებო უწყებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს წინ. ერთადერთი რასაც ამბობენ არის ის, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის ფორმალური პასუხი, თუმცა კონკრეტულად დამნაშავის დასჯის ნაწილში არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და როგორც უკვე გითხარით, არც ის ვიცით საერთოდ გამოიკითხა თუ არა სავარაუდო დამნაშავე სპეცრაზმელი, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს გურამ როგავას. რაც შეეხება თავად გურამ როგავას პოზიცია არის ცალსახა, რომ ის დაისაჯა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მისი მკაფიო პოზიციების გამო. ჟურნალისტი ახლაც იმყოფება ბრიუსელში, მას იქნება მათ შორის შეხვედრები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ის ვითარება, რაც არის ქვეყანაში, მათ შორის გურამ როგავას кейსი იყო ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელსაც აქტიურად აშუქებდა საერთაშორისო მედია და ასევე მოსკოვის მექანიზმით ითხოვს ქართული ოცნების მხრიდან ამ სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას. ჩვენთვის ცნობილები არიან, ჩვენ ვიცით მათი სახელები და გვარები, ვიცით მათი სახლის მისამართები, ყველანაირი პირადი ინფორმაცია. ჩემზე თავდამსხმელმა, ხო? როგორც კი დავურეკეთ, როგორც კი მის მისამართზე მივედით, რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელებში სახელი გადაირქვა, ფოტოები, ვიდეოები წაშალა. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ მიხვდა, რომ სისტემაში, რასაც მას პირდებოდნენ, ეს გარანტია ვერ შესრულდა. ძალიან რთული იყო ამის გააზრება ჩემთვის. მე როცა გადავწყვიტე რომ მივსულიყავი მასთან სახლში და ყოფილიყავი ამ გამოძიების ნაწილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, მე ჩემს თავს ვუთხარი რომ მე ემოციებს არ ავყვებოდი. ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ მას ექნებოდა გამბედაობა რომ მე პირისპირ ვენახე. მე მას ძალიან მშვიდად დაველაპარაკებოდი. მე მის მიმართ ბოღმა შურისძიების რაღაცნაირი განცდა არ მომოძრავებს ელის, რომ გულწრფელად რაღაც მომენტში რაღაც გაგებით მეწოდება, იმიტომ რომ ისიც ამ სისტემის მსხვერპლია 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამ სისტემამ აქცია ჯალათად. მნიშვნელოვანი არის ის გარემოებაც, რომ მე დღეს მივედი იმ მიზნით და იმ განწყობით სიმართლე გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდებოდა ამ მასალის გაცნობისათვის, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ დამხვდა საქმის მასალა, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იყო ნაწარმოები, ხოლო არც ერთი ფურცელი დამატებული ახალი არა. ბოლო საგამოძიებო მოქმედება გამოკითხვის სახით არის ჩატარებული 2024 წლის 13 დეკემბერს. ჟურნალისტური გამოძიება მათ შორის საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქშიც ჩატარდა, სადაც როგორც გურამ როგავაც საუბრობდა, ისიც იყო ჩართული მათ ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრებს, მეზობლებს და ისინი ადასტურებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი სწორედ წლების განმავლობაში მუშაობდა ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროში. ახლა უკვე საინტერესო არის, როგორ გაგრძელდება პროცესები, რა ნაბიჯებს გადადგამს საგამოძიებო უწყება, როგორც უკვე გითხარით, ელისო ჯარიაშვილი დაბარებული არის პროკურატურაში და ის გამოკითხვაზე საღამოს 8 საათზე მივა. მადლობა ნინი ბალანჩევაძეს. ახლა უფრო მეტ დეტალს გავიგებთ სწორედ ელისო ჯარიაშვილისგან. ის შემოგვიერთდება ჩართვით პირდაპირ ეთერში. ელისო, მოგესალმები. მადლობა რომ გვერდები. გითხარით, ვინ დაგიკავშირდა თქვენ პროკურატურიდან, რამდენად გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ რეალურად დაიწყება ამ საქმეზე გამოძიება და დამნაშავე დაისჯება უმკაცრესად. ხომ არ ფიქრობთ, რომ რეალურად ეს რაღაცნაირად არის მათი მხრიდან დემონსტრირება იმისა, რომ აქვთ სურვილი გამოძიების, თუმცა ვიცით ჩვენ როგორ სრულდება მსგავსი საქმეები. მოდით ვიყოთ ოპტიმისტურები და მივცეთ კიდევ ერთი შანსი სისტემას, რომელიც როგორც ადვოკატმა ნესტანმაც აღნიშნა გუშინ ჩემს გადაცემაში, დეკემბრის შემდეგ არც ერთი გამოკითხვა არ ჩაუტარებია 2024 წლის. მე ვუთხარი პროკურორს, თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი. გამოკითხვა ჩემი შედგება დღეს საღამოს 8 საათზე. 20 საათზე. თუმცა მე აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურამაც და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ამ პიროვნების სახელი და გვარი იცის პარასკევიდან, როდესაც ჩვენ, როგორც ეს წესია, ვეკონტაქტეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს და მათ აი ასეთი ფორმულირებით შევატყობინეთ, რომ ახალი გარემოების სახით ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ ესა და ეს პირი და მათ შორის ვთხოვდით მოეწოდებინათ ინფორმაცია, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო
დროს თუ რაიმე ვერსიაზე მუშაობენ რომ რამე უარყონ მათ ამისთვის გონდათ დრო ყოველ შემთხვევაში მტკიცებით ფორმაში ეთქვათ მუშაობს ეს ადამიანი ამ სისტემაში მუშაობდა თუ არა ამ პერიოდში იმიტომ რომ ჩვენ ეს უტყუარი ინფორმაცია გვაქვს რომ გედედეს კონკრეტულ შემადგენლობაში ეს ადამიანი მუშაობდა სწორედ იმ დროს როდესაც გურამ როგავას თავს დაესხნენ სასტიკად გაიმეტეს სასიკვდილოდ ვიცით მისი სამსახურეობრივი ნომერი ვიცით რომელ სამართველოში იყო ვისი დაქვემდებარების ქვეშ ვესაუბრეთ მის უშუალო უფროსებს მათგან უარყოფა არ მოგვისმენია მოკლედ პირველი რაც უნდა გააკეთოს ახლა გამოძიებამ არის ის რომ ეს ადამიანი დაიბაროს გამოკითხვაზე და დასვას კონკრეტული კითხვები ამ ადამიანთან მიმართებაში ძალიან ლოგიკური იქნებოდა რომ საგამოძიებო უწყებებს პროაქტიულად აი ხო ამბობს მაგალითად ირაკლი კობახიძეც ამუკა მდინარაძეც ზალოვანი უწყების მაღალჩინოსნებიც რომ ვერ მოხდა იდენტიფიცირება ანუ თურმე წელიწად ნახევარი იდენტიფიცირება ვერ ხდება და აი არის მომენტი დადგა ის მომენტი წელიწად ნახევრის შემდეგ რომ მათ ხელში ჩაუვარდათ კონკრეტული სახელი და გვარი რომელიც მიაწოდა უკვე მედიამ აი ეს ფორმალობა რა საჭიროა რომ მაინც და მაინც ჩემგან კლავ დამარცულით გაიგონ სახელი და გვარი მე ამის პრობლემა არ მაქვს ჩემი მიზანი არის ერთი რომ ვაიძულო სისტემა რომელიც უდანაშაულოდ ტოვებს მოძალადეებს რომ იმოქმედოს და მეორე ცხადი არის მხილება და მხილება მათ შორის ამავე სისტემის თუ ისინი დროს დაკარგავენ თუ ისინი მიყვებიან ფორმალობებს თუ ისინი მოძებნიან რაღაცა ხელით მოთრეულ ყურით მოთრეულ რაღაცა საბაბებს რომ რაღაცები ანუ ობიექტური გამოძიება თავიდან აირიდონ ეს კიდევ ერთხელ დადასტურება იქნება რომ თავად რეჟიმია ამ ძალადობის შემოქმედი. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩება. კი ბატონო და ბოლოს კითხავთ ეს რა გზავნილია თავად სისტემისთვის, ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის, რომ არაფერი არ არის დაფარული, ყველაფერი გაცხადდება და დღის სინათლეზე იხილავს საზოგადოება რეალურად იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად დევნის ავიწროებს, მათ შორის სიცოცხლის მოსპობიდან ემუქრება მედიის წარმომადგენლებს, რა სიგნალია ეს ყველაფერი სისტემისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც სისტემას ემსახურება ამ ფორმით. გიორგი, ვინც ახლა სისტემაშია, ვისაც უკანონო დავალებები შესრულებული აქვს და დაუსჯელად თავი აარიდა ამ სისტემას, გუშინდელი რეპორტაჟის ნახვის შემდეგ თავად ხომ ყველაზე კარგად მიხვდებიან ეს ინფორმაცია საიდან გვაქვს და რომ გვაქვს სისტემიდან. ჩვენ სხვა რა შესაძლებლობა გქონდა თუ არა წყაროები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომლებიც მოგვეწოდებდნენ და იდენტიფიცირებაში მოგვეხმარებოდნენ, ხო? სხვა შანსი რო ჩვენ გქონოდა აქამდე ამ შანსს გამოვიყენებდით. ეს შანსი აქამდე არ ყოფილა. როცა ხელში ჩაგვივარდა სარწმუნო წყაროს მხრიდან ინფორმაცია დადასტურებული, ამის შემდეგ რამდენიმე წყაროსთან გადავამოწმეთ და ნუ აღარ გამეორდები რა ჟურნალისტური სტანდარტით დავამუშავეთ ეს მასალა. ეს ყველაფერი თუნდაც რა ფორმითაც ჩამივარდა ეს ინფორმაცია ხელში, ესეც არის სიგნალი რა. სისტემის შიგნით მე მჯერა რომ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ უნდა რომ ერქვას მოძალადე, ვისაც შეიძლება კი იყო რუსთაველზე, მაგრამ სასიკვდილოდ არ გაუმეტებია იქ უდანაშაულო მოქალაქეები და შეიძლება ეს გამიჯვნის პროცესია დაწყებული, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავარი რაც უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომლებიც უნდა იცავდნენ წესრიგს, უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს და ამაში იღებენ ბიუჯეტიდან პლუს თავარი უნდა იცოდნენ რომ კანონი არ უნდა დარღვევს არავინ უკანონო ბრძანება არ უნდა შეასრულოს არავინ ეს ბრძანება რომც გაიცეს